რა როლი აქვს ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში მოწყალების გაღებას? ჩვენთვის არ უნდა იყოს სულ ერთი ადამიანის ბედი. ყველა გაჭირვებულს ვერ გასწრებით. გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის მზე ყველასთვის ამოდის. რა ქნას მოერიდოს ასე ცხოვრებას? შეიძლება მისი საფულე იყოს ის კერპი, ის იტყუება. არა ის რომ ღმერთი მწამს, არამედ ის მის მწამს, რასაც ღმერთი მეუბნება. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მარიამ გაბედავა ვარ და დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ქველმოქმედებაზე. მოგესალმებით, მამა გახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ძვირფას მაყურებელს. პრინციპში არასწორად დავასათაურო ჩვენი გადაცემა, უფრო სწორი იქნებოდა ალბათ ქრისტიანულად რომ მეთქვა მოწყალების გაღებაზე. დიახ, საეკლესიო ტერმინოლოგიით ალბათ უფრო მოწყალება შეეფერება. თუმცა ჩვენი საერო საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს მოწყალება ეს იგივე ქველმოქმედება და მოდით მამა გახაბერ პირდაპირ ასეთი შეკითხვით დავიწყებ. რა როლი აქვს ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში მოწყალების გაღებას და რას გვეუბნება ამის შესახებ წმინდა წერილი? რადგანაც წმინდა წერილში ძალიან მრავლად არის მოწყალების და დღეს ცოტა უჩვეულო ფორმატში გამოგეცხადეთ, ხელში ბიბლია მიჭირავს, იმიტომ რომ მოვინიშნე რამდენიმე ადგილი, სადაც ვთქვათ რეკომენდაციებია გაწეული მოწყალებასთან დაკავშირებით, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგვიანებით ვიტყვი, თუმცა კი იქამდე დავიწყებთ ამ ფრაზით, რომელითაც მაცხოვარი თავის ქადაგებაში ამბობს, რომ ქადაგება მთაზე, ასე ქვია, როდესაც ეს მათეს სახარების მე-5, მე-6, მე-7 თავები მიძღვნილია ეს ქადაგება, სადაც ის ამბობს, რომ იყვანით თქვენ მოწყალენი ისეთივე, როგორც მამა თქვენი ზეციერი მოწყალე არის. ანუ ჩვენ ზეციურ მამას უნდა ვბაძავდეთ მოწყალებაში და რას გულისხმობს ეს მოწყალება, აქედან დავიწყოთ და მერე გადავიდეთ თქვათ იმ რეკომენდაციებზე, როგორ უნდა აღასრულებდეს ადამიანი უკვე აი ამ მოწყალებას. უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ მამის მოწყალება გახლავთ აბსოლუტურად ყველაზე. არ არის გარჩევა, იმიტომ რომ გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის მზე ყველასთვის ამოდის. როგორი უკიდურესად ცოდვილია თუ რაღაცა, ესე იგი, ისეთ სიწმინდეს მიღწეული ადამიანი, რომელიც მიწაზე ფეხს აღარ ადგავს, მზე ერთნაირად ამოდის, ერთისთვისაც და მეორესთვისაც. ვიღაცა შეიძლება ამას არაფასებდეს და მადლიერი არ იყოს ღვთისა, მაგრამ რეალობა ხო ასეთია, მიუხედავად უმადურობისა, ღმერთის მოწყალება როგორია, ნახეთ, მზე ესე ამოდის, წვიმს ყველაზე ერთნაირად და ასე რომ აი ეს მისი თქვათ ესე რომ გაშლი ხელს როგორც ფსალმონში წერია და ესე იგი ქვეყანა გამონათდება და იკვებება შენი ამ ხელგაშლილობისგან, სწორედ ამის შესახებ, ამ მოწყალების შესახებ არის ლაპარაკი, რომ ადამიანს უნდა გქონდეს ეს განცდა. მოწყალების აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა გაჭირვებულს ეხმარები და ეს არის მოწყალება, არამედ ყველა ადამიანთან უნდა გქონდეს ერთნაირი დამოკიდებულება, როგორც ადამიანი მის გაჭირვებაში უნდა გეცოდებოდეს და მის განსაცდელში გვერდში დგომა უნდა შეგეძლოს და მხოლოდ ხორციელი დაპურებით არ შემოიფარგლება ეს ამბავი, არამედ თანაგრძნობა უნდა შეგეძლოს, იმიტომ რომ შეიძლება აქეთ იყო მატერიალურად დასახმარებელი ადამიანი, მაგრამ სხვებს ისე თანაუგრძნობდნენ, რომ ეს იყოს შენი მოწყალების საქმე და შეგეძლოს მართლაც ისეთი თანაგრძნობის მიცემა, რომ ადამიანს მოტირალ ადამიანი რო დაგინახავს, რომ შენც მასთან ერთად ტირილი, მისთვის ძალიან მსუბუქდება ეს ტვირთი. ამიტომ ესეც ერთგვარი მოწყალების სახეა, მინდა გითხრათ და მოწყალებაში არა მხოლოდ ისი გულისხმება, რომ შიერს პური გაუწოდო. ამიტომაც იყვენით მოწყალე როგორც მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არის, აი ამ ფრაზის პირდაპირ გამოხატულებაა, რომ აქ განურჩევლად ადამიანისა ის ცოდვილია და ამიტომ არ დავეხმარები, ან ესე იგი ჩემი ეროვნებისა არ არის, ან ჩემი სარწმუნოებისა არ არის, ან კანის ფერი გვაქვს სხვადასხვა და ან ესე იგი თვალის ჭრილის მოყვანილობა სხვადასხვა, ეს არანაირად არ უნდა გულისხმობდეს ადამიანი, არ უნდა ჩერდებოდეს იმის გამო, რომ მე ახლა ვიღაცას დავეხმარები და ვიღაცას არ დავეხმარები.
ეს ამას გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ეს მოწყალება. რაც შეეხება თვითონ წმინდა წერილის რეკომენდაციებს, თუ როგორ და რანაირად უნდა სრულდებოდეს მოწყალება და რა მნიშვნელობა აქვს ამას თითოეული ჩვენგანისთვის, ალბათ დავიწყებდი იგავთა საკითხავებიდან, მე-19 თავის მე-17 მუხლში ასე წერია. ღატაკის გამკითხველი უფალს აძლევს სესხს და ის მიაგებს მას სამაგიეროს. ნუ რა შეიძლება ახლა ამაზე დიდი ნუგეში მოგვეცეს, რომ ადამიანი რომელიც გასცემს შესაბამისად ის უფალს აძლევს ეს და უფლისგან ღებულობს ამ სამაგიეროს, ამ ქვეყნადაც და რა თქმა უნდა იმ ქვეყნიურ ჯილდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზებია, რომელსაც კიდევ რამდენიმეს საკითხავს ვაპირებ, კიდევ რამდენიმეს ისე გავიხსენებ, როდესაც კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ვინც ესე იგი მწირად თესავს, მწირად მოიმკის და ვინც ესე იგი ხვავრიელად თესავს, ხვავრიელ მოსავალს მიიღებს, ესე პირდაპირ მნიშვნელობით მიანიშნებს, რომ ეს მოწყალება უნდა იყინას გაცემული მთელი გულით და სულით და არანაირად ადამიანი არ უნდა ბრკოლდებოდეს. მეორე რჯულის წიგნში გვაქვს ჩვენ მოცემული ამის შესახებ სწავლება, როგორ უნდა გასცემდეს ადამიანი მოწყალებას და ასეთ რამეს ბრძანებს უფალი. თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი მოძმეთაგანი შენს რომელიმე ქალაქში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი შენი ღმერთი გაძლევს, ნუ გაიქვავებ გულს და ნუ გაძუწნდები შენი ღარიბი მოძმის მიმართ. აი პირდაპირ აი ძალიან იმას ესე იგი განა მოთხოვნას უყენებს, პირდაპირ მცნებად უდებს ამას და აქ დაწვრილებით ესე შინაარს გადმოვცემ, უბრალოდ ეუბნება რომ მიუხედავად იმისა რომ მე-7 წელიწადი შეიძლება მოდიოდესო, ამის გამო თავს ნუ შეიკავებო. რას ნიშნავს მე-7 წელიწადის მოსვლა? იცით რომ სჯულის მიხედვით ყოველ მე-7 წელს ყველა მევალისთვის უნდა გეპატიებია ვალი. რამდენიც არ უნდა ქონოდა ავტომატურად ეს პატიება თითლებოდა მე-7 წელი რო და 7 წელის განმავლობაში აქვს ვიღაცა შენი ვალი. ამიტომაც ამ მე-7 წელს, როდესაც ითვლიდნენ, თქვათ, მე-6 წელია და ვიღაცა მოვიდა შენთვის ვალის სათხოვნელად, ამის გამო არ შეიკავო თავი, იმიტომ რომ მე-7 წელი იდგება და შეიძლება ამ ერთ წელიწადში მან ვერ მოახერხოს და ძალიან მკაცრად ნახეთ რას ამბობს, რომ რახან მოახლოებულია მე-7 წელიწადი უარი არ უთხრა შენს გლახაკ მოძმეს, თორემ ის უფალს შესჩივლებს და ცოდვა დაგედებაო. უფალს შესჩივლებს, ანუ ილოცებს რომ რაღაცნაირად ეს არ დამეხმარა და დახმარებას ითხოვს და ვინც არ დაეხმარა, იმის წინააღმდეგ რაღაცნაირად უფალი აღზევ. მიცემით მიეცი მას და რომას ესხებ გულს ნუ შეიწუხებო. რაღაცნაირად ხო შეიძლება ადამიანი დამწუხდეს კიდეც რომ რაღაცა აი კი გავეცი ახლა, მაგრამ აი შინაგანად ხოლმე საწუხებდეს. დიახ, აი ფსალმუნები, რომელსაც ჩვენ ვავალებთ ადამიანებს რომ წაიკითხონ, ფსალმუნებში ძალიან კარგად წერია მე-40 ფსალმუნის პირველი და მეორე მუხლია. კურთხეულია ვინც ფიქრობს ღატაკზე, უბედურების დღეს იხსნის მას უფალი. უფალი დაიცავს და აცოცხლებს მას. აი როგორი ლოცვა კურთხევები წერია მათზე ვინც გასცემს მოწყალებას. რაც შეეხება ეხლა ჩვენ მარხვაში ვიმყოფებით, მარხვის პერიოდი მიმდინარეობს, საშობაო მარხვა და წავიკითხოთ თქვათ რეკომენდაცია რა მნიშვნელობა აქვს მარხვაში აი ამ მოწყალებას. აი ზუსტად ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ამ თემაზე გვესაუბრა. ეს არის ისაია წინასწარმეტყველის 58 თავი, ჩვენ არაერთგზის გვიხსენებია ეს, მაგრამ ხა კონკრეტულ მუხლებს წავიკითხავთ. აი მარხვა, რომელიც ამოვარჩი, უფალი ეუბნება ისაია წინასწარმეტყველი ახმოვანებს შეიძლება ესე ითქვას უფლის ნებას. აი მარხვა, რომელიც ამოვარჩი, გახსენი ხუნდები უსამართლობის, შეხსენი აპეურები უღელს, ჩაგრულნი გაათავისუფლე, ყველა უღელი დალეწე, გაუნაწილე შენი ლუკმაპური მშიერს, ღარიბნი და მწირნი შემოიყვანე სახლში, შიშველს რომ ნახავ შემოსე და შენს სისხლსა და ხორცს ნუ დაემალები. სადმე თუ წავიკითხეთ ჩვენ აქ რაღაცა დადგენილი მენიუ, რომელზედაც გონია რომ მარხვას ვინახავთ, რადგანაც ესე იგი ჩვენ შევცვალეთ მხოლოდ კვებითი პროდუქტები. მსგავსი არაფერი მარხვა, რომელიც უფალმა აირჩია, ეს ჩამონათვალია. ეს ქველმოქმედება, ეს მოწყალება, რომელიც უნდა გააკეთოს ადამიანმა და ეს ითვლება მარხვად და არა ის, რასაც ჩვენ ვეძახით მარხვას. თუმცა კი ისიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ რაღაცა უნდა მოვაკლო მე ჩემ თავს სიამოვნება, მაგრამ მთავარი მარხვაში და აღსასრულებელი, აი ეს გახლავთ სწორედ ეს ჩამოთვლილი მუხლები, აღარ გავიმეორებ, თუმცა კი სიამოვნებით კვლავ წავიკითხავდი დრო რომ გვაძლევდეს ამის საშუალებას, იმიტომ რომ აქ მე ესე გრძელდება, ამას შედეგი რა დაუდგება, ამ საქციელს, ამ მარხვას, რა შედეგი მოყვება, ამის შესახებაც წერს უფალი. მაშინ ცისკარევით აქიაფთება შენი ნათელი,
შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ ზაგიძღვება შენი სიმართლე და უფლის დიდება გარემოგიცავს. რა ვიცი, რა შეიძლება ვთქვათ ამაზე მეტი, ვიდრე წმინდა წერილი ჩვენ ამას გვასწავლის და კვლავ უნდა დაუბრუნდეთ ქადაგებას მთაზე, ვახსენე უკვე ეს გახლავთ მათეს მახარებლის მე-5, მე-6 და მე-7 თავი და უშუალოდ მოწყალებას რაც შეეხება, ეს გახლავთ მე-6 თავის პირველივე მუხლიდან იწყება განხილვა მოწყალებას როგორ უნდა აღასრულებდეს ადამიანი, ამასაც წავიკითხავთ და მერე უფრო ცლად ვისაუბრებთ. ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ. მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ესე ამაზე ალბათ უნდა ვისაუბროთ, რომ რას ნიშნავს ეს სიტყვები. ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი, ნუ ხალხის ადიდებლად გაკეთებულ მოწყალებაზე. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული იყოს. და შენი мама, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. აი ეს გახლავთ მათეს სახარების მე-6 თავის პირველი მუხლიდან წავიკითხეთ ახლა ჩვენ ეს ციტატა. მე უნდა გითხრათ, რომ ამის საპირისპირო სწავლებაც არსებობს, გულისხმობ საპირისპირო ქმედებაზე პასუხიც არსებობს სახარებაში და ეს გახლავთ ადამიანის ანგარება და სიხარბე. აი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს მე-5 თავში ჩვენ ვკითხულობთ, რომ პავლე მოციქული ჩამოთვლის, რომ აიცათა სასუფეველს ვერც მსიძავნი დაიკვიდრებენ და ამ ჩამონათვალში ერთ-ერთ სიტყვას ამბობს, ანგარება, რომელიც არის კერპთა ყვანისმცემლობა. გამოდის, რომ ანგარება და სიხარბე ადამიანისთვის კერპთა ყვანისმცემლობა ყოფილა. იცით, შეიძლება არ დავფიქრებულ ვართ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენი შეგნება, როდესაც კერპთა ყვანისმცემლობის შესახებ ჩამოვარდება საუბარი, რაღაცა წავა ხოლმე იმ საუკუნეებში, სადაც ადამიანებს აღმართული ჰქონდათ კერპი და მიდიოდნენ და რაღაცა შესაწირავები მიქონდათ მასთან და კერპსახურებას მხოლოდ ამას ვარქმევთ ხოლმე. და სინამდვილეში ადამიანს ავიწყდება, რომ შეიძლება მისი საფულე იყოს ის კერპი, რომელიც ეხლა ესე სადღაც არ არის აღმართული არმაზივით იქ ხეობაში და არ მიდიან და იქ არ სწირავენ. მაგრამ მისთვის ეს მატერიალური არის ყველაფერი. მაგას ვამბობ, რომ მისთვის შეიძლება ის საფულე, რომელიც ჯიბეში, ნუ პირობითად ეხა საფულეს გულისხმობ, შეიძლება საბანკო ანგარიში იყოს ეს, მაგრამ ეს იყოს შეიძლება კერპი და ეს გახლავთ სწორედ ის ანგარება, რომელზედაც არის გადაგებული მთელი ადამიანის ცხოვრება და ეს ყველაფერი ამ მოწყალების ჩამონათვალი მას არანაირად მის გულს რაღაც არ ალბობს, არ ანდომებს რაღაცა სიკეთის კეთებას და ძალიან მკაცრი განაჩენია. თუ გადავშლით კვლავ წმინდა წერილს ვიმოწმებ სულ და რა ვიცი უკეთესი რა შეიძლება დავიმოწმოთ ახლა ჩვენ ეს ჩვენი საყრდენია და ცხოვრების წიგნია, ისაია წინასწარმეტყველის მე-5 თავს თუ გადავშლით ძალიან მკაცრი განაჩენი წერია. ვაი მათ, ვინც სახლზე მიიტაცებს, მინდორზე მიერთებს, თითქოს მარტო ისინი ცხოვრებინ და სხვებს არ უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრებაო. პირდაპირ ესე წერია, ვაი მათ, რომლებიც ესე იგი ამ საღვთო საქმეს არ განიხილავენ, მოწყალების შესახებ არის ლაპარაკი და ღმერთის ქმნილებას უგულებელ ყოფენ. აი მამაკახაბერი ხა გისმენთ და შეიძლება ჩვენს მაყურებელსაც გაუშვეს შეკითხვა, ამიტომ არ მოვერიდები და ესეთ შეკითხვას დაგისვათ. აი სიტყვაზე მდიდარი ადამიანი, ვისაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი ქონება კონდეს და აგროოს, კარგად იცხოვროს, რა ქნას მოერიდოს ასეთ ცხოვრებას? არა. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მდიდარი ადამიანი შეიძლება ბოროტი იყოს. მაშინ გამოდის, რომ აბრაამი ჩვენ არ უნდა გვყავდეს წმინდანთან სიაში, იმიტომ რომ აბრაამი იყო ძალიან მდიდარი ადამიანი, ძალიან. აი დღევანდელ დღეს რომ ვთქვათ, ეხლა მაშინ არ იყო ამისი საშუალებები, მაგრამ დღევანდელ დღეს რო ვთქვათ, რომ აი სადღაცას ეხლა უდაბნოში მცხოვრები ხო გაგიგიათ ბევრი რო რაღაცა ნავთობ. იმიტომ რომ აი ყველა ადამიანს ხო ვერ დაეხმარები, ყველა გაჭირვებულს ვერ გაცვლები და აი სად გადის ეს სხვა რა თქმა უნდა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება აბრაამს იქ უფასოსადილოები კი არ ქონდა გახსნილი და ვიღაცებს კი არ აპურებდა, მაგრამ ძალიან მდიდარი კაცი იყო, მაგრამ რაში მდგომარეობს მისი ეს სიწმინდე, რომ მისთვის ეს სიმდიდრე არ არის თავარი. უფრო მეცაც გეტყვით, ნახეთ, ღმერთი რო ეუბნება იმ მხოლოდ შობილი ძის შეწირვას აპირებს და როგორ ფიქრობთ ახლა, რომ უთხრან აბრაამს, რომ ეს შენი სიმდიდრე ახლა უნდა დატოვო და სხვაგან უნდა წახვიდე, ერთი წამი დაფიქრდებ.
შვილზეც კი არ დაფიქრებულა. ერთადერთი ნანატრე შვილი, რომელიც მიეცა და მასზე მიეცა ბრძანება, რომ ეს უნდა შესწირო ახლა შენ ღმერთს მსხვერპლად, ერთი წამითაც კი არ დაფიქრებულა. ორჭოფობაც კი არ ქონია გულში, ღმერთმა უთხრა და მოკლედ აკეთებს ამას უსიტყვოდ და როგორც წარმოგიდგენიათ ახლა სხვა ძროხა და აკლემები, რომელიც აბრაამს ყავს, ის დაენანება ღმერთმა რო უთხრას, რომ შენ ეს სიმდიდრე უნდა დატოვო. აი ეს გახლავთ სწორედ რა დამოკიდებულება გაქვს შენ ამ სიმდიდრესთან, იმის მიხედვით არის ეს. ყველაფერი და აბრაამის აი სულგრძელება რაში ჩანს. აბა თუ გაუვლია ვინმეს მის კარავთან, რომელიც აბრაამს არ შეუპატიჟებია და არ გამასპინძლებია და სტუმართმოყვარეობის წესი დავიწყებია, მოწყალების წესი დავიწყებია. აბა თუ ნახავთ ჩვენ იობის ცხოვრებას, როდესაც ამბობს, რომ თუ მშიერი ატირებულა ჩემს კარებთან და თუ ვინმეს ესე იგი ქვრივობოლი ჩემს ირგვლივ ვინც არის, მშიერს დაუძინიაო. ასეთ რამეს ამბობს იობი თავის წიგნში, რომელიც უმდიდრესი იყო თავის იმ გარემოცვაში. როგორ ახლა მაშინ გამოდის, რომ სიმდიდრის გამო უნდა უარყოთ ჩვენ იობიც და აბრაამიც. სიმდიდრის გამო არა, სიმდიდრის მოხმარების წესებს ადგენს აქ ეკლესია, რომ შენ რომცა გაქვს სიმდიდრე, შეიძლება იყოს ბევრი, ან შეიძლება იყოს ძალიან ცოტა, აი ამას როგორ მოიხმარ, როგორ გამოიყენებ, მოწყალებისთვის გაანაწილებ, ამას თუ პირიქით სახლზე მიიტაცებ და აგარაკზე, ამის შესახებ არის ლაპარაკი, რომ აი სწორად შეგეძლოს ადამიანს ამისი დანახვა და ამისი გამოყენება. აი შესაძლოა ახლა მაყურებელს გაუჩნდეს ერთგვარი შიში, რომ მე თვითონ არ მაქვს იმდენი, რომ სხვას გავუზიარო და აი აქ როგორი უნდა იყოს ეს სხვარი და აი როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა თავისთვის არ აქვს იმდენი, რომ კიდევ სხვას გაუზიაროს. აი როგორ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში ეს თუნდაც ქველმოქმედება მოდით საერო ენაზე რო ვთქვათ. იცით რა, მე მესმის რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს ახლა ესე ბევრი მდიდარი ადამიანი და აი ქრისტიანი, რომელიც თქვათ რაღაცნაირად აინთება ამ სულით რომ დაეხმაროს. იმ თავის შესაძლებლობებში უნდა გააკეთოს ეს. ვიღაცას თქვათ არ შეუძლია მატერიალურად ვინმეს დახმარება, თქვათ სწავლა დაუფინანსოს თუ საავადმყოფო დაუფინანსოს, მაგრამ ის ხომ შეუძლია რომ ამ ავადმყოფს მივიდეს და ფიზიკური შრომა შეუძლია და რაღაცა თქვათ სახლი დაულაგოს თუნდაც მოხუცებულს, რომელიც თვითონ ვეღარ აკეთებს ამას. ეს ხომ შეუძლია. ან გაეგზავნოს თუნდაც და პროდუქტი მოუტანოს. ამიტომაც მე ერთ ამბავს გავიხსენებ თუ ნებას დამრთავთ, როდესაც ერისკაცი გახდით რაღაც საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდი და გადავწყვიტეთ რომ ესეთი მოწყალება გაგვეკეთებინა ჩვენი ხელფასების საშუალებით რაღაცა 10% მოკლედ ჩვენი შემოსავლებიდან დაგვედო და ჩამოგვევლო რაღაც მოხუცები რომლებიც მარტოხელები არიან მათთვის რაღაცა პროდუქტი მიგვეწოდებინა და სიები ვიშოვეთ ასეთი მოხუცებულებისა მარტოხელა მოხუცებულებისა და ნუ გავნაწილდით ყველამ რაღაცა უბანი ავიღეთ მე შემხვდა ერთი ადგილი სადაც მივედი სამწუხაროდ ის აღარ არის ცოცხალი ჩვენ ურთიერთობა ბოლომდე შევინარჩუნეთ ამ ქალბატონთან. მივედი ამ ქალბატონთან ჯერ ესეთი გაჭირვების 90-იან წლები იყო და ცოტა საშიში იყო კარის გაღება. ამიტომ სანამ დავარწმუნე რომ ესე იგი ცუდი განზრახვით არ ვარ მოსული და სანამ დარწმუნდა რომ ესე იგი კარგახანი ესე ვილაპარაკეთ დაკეტილი კარს მიღმა. მე როდესაც შევედი ამ ადამიანთან აღმოჩნდა რომ ძალიან კარგად ცხოვრობს და არაფერი მას არ უჭერს. მაგრამ იცით რისი პრობლემა ქონდა? ხმის გამცემი არ ყავდა არავინ, გარეთ ვერ გამოდიოდა და აი ამას ნატრულობდა რომ გეხვეწებითო, არაფერი არ მიდო, იქეთ დაგეხმარებითო და იმ თქვენ მოხუცებსაც შვილი ყავდა, ესე მახსოვს, საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საკმაოდ დიდ თანხებს უგზავნით. ამ თანხებს პირიქით იქეთ შემოგწირავთო რომ სხვა მოხუცებს დაეხმაროთო, ოღონდო ხანდახან მოდიოდა რაღაც ამბებზე ვილაპარაკოთო და იცით რა ყოფილ ვარ სხვაგან, სადაც მართლა დახმარება იყო საჭირო და გაგვიწევია ეს დახმარება თუ პროდუქტით, თუ ფიზიკურად რაღაც დახმარები ვართ ადამიანს, მაგრამ ისეთი მადლი არ მიგრძნია, როგორც ამ ადამიანთან რომ დავსხდებოდით და ვსაუბრობდით, რაღაცას თუნდაც რელიგიურ საკითხებზე მას აინტერესებდა, იცოდა რომ მე ეკლესიური ვიყავი და რაღაცა შეკითხვები ჰქონდა ამის შესახებ და ისეთ მას ვზნობდი რომ ამ ადამიანს ვაძლევდი ძალიან დიდ ნუგეშს. გარდაიცვალა სამწუხაროდ ეს ხა 90-იან წლებში უკვე საკმაოდ დასაკოვარნი იყო და ნუ ხა იმის შემდგომ გაგერ 30 წელია თითქმის გასული. რატომ გამახსენდა ეს ამბავი რომ ყველას გვაქვს რაღაცის საშუალება. არავინ არ თქვას რომ მე არ მაქვს, მე ვერავის ვერაფერში ვერ დავეხმარები. როგორ ვერ დაეხმარები? უფრო მეცაც გეტყვით, აი
მე მინახავს ძალიან დიდ განსაცდელში მყოფი ადამიანი, რომელსაც მაგალითად შვილი გარდაეცვალა და ადამიანი აი თითქმის სასოწარკვეთილებამდეა მისული და იცით რა შველის მას. როდესაც მისნაირი ასევე შვილგარდაცვილი მიუჯდება გვერდით და ერთად იტირებენ და რაღაცნაირად თავის გამოცდილებას გაუზიარებს, ეს ადამიანი გადარჩენილა და საკუთარი თავი გადაურჩენია და შვილზე ლოცვა დაუწყია და უსწავლია და ეკლესიაში მოსულა ამის შემდგომ, იმიტომ რომ ნახა რომ თვითონ მარტო კი არ არის ამ მდგომარეობაში. ვიღაცა არის, ვისაც მსგავსი უკვე გადატანილი აქვს. ან ვიღაცა არის, რომელსაც მისი გულის ტკივილის გაზიარება შეუძლია და ეს გახლავთ სწორედ მოწყალება და არა ის. მე პირიქით იმასაც გეტყვით, რომ თუ ვინმეს გონია რომ ეხლა ესე მარჯვნივ და მარცხნივ უნდა არიგოს ფულები და ეს არის მოწყალება, საერთოდ არ არის ეს მოწყალება. წავიკითხეთ უკვე ამაზე. ჯერ ერთი ადამიანთა თვალის დასანახად და საყვირების და საყვირებლად არ არის მოწყალება გასაკეთებელი და მეორე ერთგვარი ცით აი მე კიდეც მერიდება ხოლმე შუქნიშანთან რომ ვინმე ფულს მოგთხოვს მანქანიდან რომ მიაწოდო ფული. დიდი რიდი მაქვს ამისი, რატო იცით რომ მე მგონია რომ ასეთ ადამიანს ჩვენ თავიდან ვიშორებთ. თორემ მოწყალება იცით რა იქნება, მე თუ შევძლებ იმას რომ ჩამოვიდე ამ მანქანიდან და გავყვე მას იმ გასაჭირში, სადაც რა უჭირს. ყოფილა მქონია ასეთი შემთხვევა და ამიტომ ვამბობ რომ გავაჩერე, ჩამოვედი და ფული კი არა აფთიაქში წავყევი და წამალი ვუყიდე, როდესაც სახლში წავყევი და ვთქვათ რაღაცა სახლში მართლა, იმიტომ რომ მოციქულები ასეთ რამეს წერენ, დიდაქი არის ესეთი მათი ნაწარმოები. შენს ხელში უნდა გაიოფლოს ის ფული, რომელსაც შენ მოწყალებისთვის გასცემ. და მე მეგონა რომ ალბათ ეს გაიოფლოს, ვფიქრობდი რომ მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ანუ შენი შრომით მოპოვებული და შენი ოფლით მოპოვებული. ეს თავისთავად ასე უნდა იყოს, აბა მოპარული ფულით გაცემული მოწყალება არ არის. მაგრამ კიდევ ვიცით რას ნიშნავს რომ კარგად უნდა გამოიძიო ამ მოწყალების გაცემის შემდგომ შენ ეკუთვნოდა თუ არა ამ ადამიანს ეს. მაგრამ აი ყველას ამდენი დრო ხო არ აქვს მამაკა ხაბარ და რაღაცნაირად ზოგი ადამიანი არ დააბრკოლოს იმან რომ მაინდა-მაინც თუ ესე არ ჩავყევით სიღრმისეულად, მაშინ მოწყალება არ უნდა გავცეთ. და კიდევ ერთი შეკითხვა ახლა გამახსენდა რომ აი მართლა ეკუთვნოდა თუ არა მოწყალება. აი ხშირად გამიგონია მე თვითონ და მომისმენია რომ აი ის იტყუება არ ჭირდება ქველმოქმედება და ჩვენგან მოწყალება ის რაღაცა იტყუება რომ ვითომ ვინმე ცუდ ატყავს. აი ამ დროს როგორ არის ხოლმე და რაღაცნაირად მე მაქვს მიდგომა რომ შენგან გაცემული მოწყალება ეს შენი პასუხი და ვალდებულება ღმერთთან და იმას თავისი თვითონ მოკითხოს ღმერთმა თქო. აი ეს ფიქრი მაქვს ხოლმე თავში და აი ამასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით? ამასთან დაკავშირებით ვამბობდი სწორედ რომ ნახეთ, როდესაც აი ესე გამოძიებული იქნება მოწყალების გაცემის საკითხი, რომ ადამიანს ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის რეალურად, ეს რას ნიშნავს, იცით, თუ არ ეკუთვნის და ისეთ ვაძლევ, მაშინ იმას ვაკლებ, ვისაც ნამდვილად ეკუთვნოდა. ანუ გამოდის რომ ეს მოწყალების აი რაღაც თავიდან მოშორებაზე რო გელაპარაკებოდით, რომ აი მოვიდა შუქნიშანთან და მივეცი, ისიც კმაყოფილია და მეც, იმიტომ რომ მე თავიდან მოვიშორე და იმან კიდე ფული მიიღო. ეს არ არის მთლად ჯანსაღი ურთიერთობა მინდა გითხრა და ძალიან ხშირად ჩვენ ვაფუჭებთ კიდეთ ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ეჩვევიან ასე უმუშევარ შემოსავალს რაღაცა ესე მიღებულ რაღაცა ქონებას, რომელიც მათთვის შეიძლება სასარგებლო საერთოდ არ იყოს. ამიტომაც მე ყველას ვურჩევდი რომ განსაკუთრებულად მარხვის დღეებში უნდა მოიცალონ ამისთვის. მოიცალონ რომ თუნდაც მოახერხონ, ეხლა ამას ვერ გაწვდები ესე მთელ ქვეყანას ვერ მოედები, ბუნებრივია და არც უნდა კონდეს ამის პრეტენზია. აი მიგწუნია შინაგანად მე თვითონაც ჩემ თავზე რომ აი თქვათ ერთს დავეხმარე, მე სადღაც ძალიან მალევე მეორე მკითხობას უწყ აი რამდენ შეიძლება გაწვდე და იქნებ სწორედ არ ვიქცევით ხო იქნებ იმას უფრო აი ამას როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს მე მაგალითად ასე ვაკეთებ რომ როდესაც ბევრი მხვდება განსაკუთრებით როდესაც მეტროთი მოძრაობ და ძალიან ბევრი მხვდებიან ვცდილობ რომ რაღაცნაირად ავარჩიო ის ადამიანი ვისაც გამოვესაუბრები და საუბრის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას რომ მას დავეხმარო და სხვები თუ შემხვდებიან ვეუბნები რომ დღეს მე მეტი საშუალება აღარ
მაქვს და მათ რა ვიცი მათთვის ღმერთს თხოვ რომ გამოუჩინონ ვიღაცა ვინც მათ დაეხმარება. მე ვფიქრობ რომ ასე ჯობს ვიდრე ის რომ მარცხნივ და მარჯვნივ თითქოს რაღაცა გაეცი და ამ დროს ვერ არჩია ადამიანი ვისაც მართლა სჭირდებოდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ერთხელაც ესე ამოსული თქვათ ერთ-ერთი მეტროს სადგურიდან ვიღაცას რომ მივეცი უკანასკნელი რაც შემეძლო დახმარება ამოვედი და იქ ფეხშიშველი ბავშვი დამხვდა და ისე შევწუხდი აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და დაურეკე მე ჩემს მეგობარს ის მოვიდა იმან ფეხსაც მელი უყიდა და რაღაც მოკლედ აი მთელი ის ჩართვა დამჭირდა ამაში და ამიტომაც მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ყველაფერს ვერ გავწვდებით და ვერ მოვედებით ამისთვის არსებობს ლოცვა არსებობს რომ ჩვენ ვთხოვოთ ღმერთს მათთვის დახმარება და რაც მთავარია ჩვენთვის არ უნდა იყოს სულ ერთი ადამიანის ბედი არც იმისა რომელიც შეიძლება გატყუებდეს მოწყალების არც იმის ბედი არ უნდა იყოს სულ ერთი უბრალოდ შეიძლება არ მისცე მას და აიძულო რომ რაღაცა მე მქონია ესეთი შემთხვევა რომ მართლა არ ჭირდებოდა ადამიანს დახმარება და ითხოვდა და ვეუბნებოდი რომ მოდით იცით აი მე მაგალითად დამლაგებელს ვქირავებ იმისთვის რომ ეზო დაგვილაგოს იქ და მოდით თქვენ გადაგიხდით არ აწყობდა ეს ამბავი ერჩივნა რომ თქვა წასულიყო და სხვაგან ისევ ეთხოვა ესეთი მოწყალება ვიდრე თქვა ფიზიკურად ემოდა ვეუბნები რაიმე თუ არ გჭირს ჯანმრთელობის არაფერი პრობლემა არ ქონდა უბრალოდ მიეჩვია ასე ცხოვრებას ამიტომაც მათთან რაღაცნაირად გმართებს მეტი სიმკაცრე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან საწოდავი სახით გთხოვდეს ამას ყველაფერს და ამიტომაც არის ეს ურთიერთობა აუცილებელი. ამიტომაც ესე მარჯვნივ და მარცხნივ ფულის რიგება შუქნიშნებზე მე არ მიმაჩნია. სწორად მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათთან ურთიერთობის დამყარება. უნდა გამოვიკითხოთ რა სჭირდებათ. იქნება მართლა იმ ადამიანებით ვიზეც უკვე მოვყევი, საუბარი უფრო მეტად სჭირდება ვიდრე შენი ფული. იქნება რაღაცა ნუგეში, იქნება რაღაცა სწავლება, იქნება რაღაცა შეკითხვაზე პასუხი ისეთი გასცეთ, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა ადამიანი და შეიცვალოს მისი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამიტომ მოწყალებაში ნურც მარტო იმას ჩავთვლით, რომ ესე იგი პური მოუტეხეთ შიერს, თუმცა კი ესეც აუცილებელი პირობაა და მოწყალების სახეა. არამედ ნებისმიერი ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც შეიძლება ვერაფერი ვერ მისცე საერთოდ გარდა მოსმენისა მაგალითად რომ დაჯდე და მოусმინო შეიძლება არ გაჩერდეს 1 საათი დამღლელი იყოს ეს ყველაფერი ხანდახან აუტანელიც კი იმიტომ რომ აი არაფერზე გელაპარაკებოდეს და ეს ყველაზე ძნელი მოსასმენია როდესაც არაფერზე ლაპარაკობს ადამიანი მაგრამ იცოდეთ რომ ესეც მოწყალების ერთგვარი სახეა რომ ადამიანს აძლევს საშუალებას რომ თუნდაც იმ ემოციებისგან დაიცალოს თუნდაც ის რომ რაღაცნაირად ნუგეშს მიიღებს ამ ყოველივეთი და ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა რეკომენდაციები რომლებიც წავიკითხე და კვლავ უამრავია წმინდა წერილში ხა ყველა ციტატა საკუნებრივია ბუნებრივი არც ვიცი და ყველას რომ წვიცოდე ალბათ ვერ მოვყვებოდით ჩვენი გადაცემის ფორმატში მაგრამ მე მაინც ბიბლიით ხელში კვლავ მოუწოდებ ჩვენს მაყურებელს რომ ეს წიგნი ჩვენი ცხოვრების წიგნია და ამიტომაც ხშირად წაიკითხონ და აქ გაწეული რეკომენდაციები ზუსტად მისცემს ადამიანს იმ ცხოვრების წესს რომელიც ქრისტესთვის სათნოა რომლის გამოც შენ გეტყვის რომ აი შენ ამ ყველაფერს უსმენდი მარტო კი არა, არამედ აღასრულებდი შენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქამდე მიმყვანებელია ამ წიგნის დაჯერება. არა ის რომ ღმერთი მწამს, არამედ ის მის მწამს, რასაც ღმერთი მეუბნება და აქ არის ის, რასაც ღმერთი მეუბნება. რაც ჩვენ წავიკითხეთ, ეს უყოლა ღვთისმეტყვი ისაია წინასწარმეტყველის პირით გაცხადებული თუ იგავებში გაცხადებული თუ ნუ მეორე სჯული თქვათ მოსეს მიერ დაწერილი, რა თქმა უნდა ღვთის კარნახით არის ყველაფერი, ისევე როგორც მათეს სახარება და ისევე როგორც თქვათ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მე-13 თავი პირველი ეპისტოლეს მე-13 თავი სულ აი ამ სიყვარულზე და მოწყალებაზეა რომ სიყვარული სულ გრძელია სიყვარული ქველმოქმედია როდესაც წერს რომ აი ეს სიყვარული უნდა შევიძინოთ ჩვენ ადამიანების მიმართ რომ შეგვეძლოს მოწყალება და მოწყალებაში არასდროს ვიგულისხმოთ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური დახმარება არამედ ადამიანებთან შენდობა ესეც ხომ მოწყალება აი ღმერთი ხომ შენდობას გაძლევს მიუხედავად იმ სიმძიმისა რა სიმძიმის სოდვაც არ უნდა კონდეს ამაზე დიდი მოწყალება რა შეიძლება იყოს და იყვენი თქვენ მოწყალენი ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს სწორედ ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ ის რომ შენდობის მიცემა შეგეძლოს ადამიანისთვის და აი ამ მოწყალებით იცხოვრო რომ შენდობილი ყავდეს მოსმენა შეგეძლოს, გულთან მიტანა შეგეძლოს მისი ტკივილისა და ეს გახლავთ საღვთო საქმე, ეს გახლავთ ნამდვილი მარხვა, იმიტომ რომ
ამას მოთმინება სჭირდება, ამას დატევნა სჭირდება და რწმენა სჭირდება, რა თქმა უნდა, ღვთისა. და თავდაბლობა ჭირდება, რომ ამ ყველაფერმა არ გაგვაამპარტავნოს, რომ ჩვენ რაღაცა მოწყალებას გავცემთ სხვებისთვის. ბუნებრივია ასე. ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს ყველაფერი მამა კახაბე, რასაც გისმენთ, იმიტომ რომ ეს არ არის იოლი. ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამ რაღაც საოცარ ქაოტურ დროში, როდესაც არაფრის დრო ადამიანებს არ გვჭირდება, მათ შორის ოჯახის წევრებისთვისაც კი ხშირ შემთხვევაში, ძალიან ძნელია, რომ სხვა ადამიანების და შენთვის უცნობი ადამიანების გასაჭირი მოისმინო და ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას. ძნელი არის, მე დაგეთანხმებით თამაში, მაგრამ აქვე გეტყვი. ძნელი არის, მაგრამ შეუძლებელი არ არის. უბრალოდ ჩვენ მივეჩვიეთ ცხოვრების ახლა ისეთი რეჟიმი გვაქვს, რომ აი სულ სადღაცას გავარბივართ. სწორედ ეს გახლავთ, აი მარხვაში რა გავაკეთო, რომ გეტყვის რა ღვაწლი ვიტვირთო. აი ეს ღვაწლი იტვირთე, რომ ამ სირბილში მოდი 1 საათი იმისთვის გადადე, რომ იქ რაღაცას რო გარბიხარ, იმის ნაცვლად მოდი ამ კაცს გაყევი სახლში. და სახლი დაულაგეთ, უმას არ შეუძლია სახლის დალაგება. წამალი მიუტანე, რაღაცა საჭმელი მოუმზადე, ვისაც არ შეუძლია, ან სახლში გააკეთე და ისე მიუტანე. რაღაც ესეთი საქმე გააკეთე. უბრალოდ მიდი მოусმინე, რა უჭირს, უბრალოდ იმას მოусმინე. და მე რაღაც იქნება გამոნა. ყოველთვის ღმერთი გამოგიძებნის ამ გზას. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.